თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ადრე როცა საქართველო საბჭოთა კავშირი იყო, ყველაფერზე იჭერდნენ. მაგალითად თუ სამსახური არ ქონდა, გიჭერდნენ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. უმუშევრობა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად მართლაც დაჟადი იყო. მაგალითად ამ ბრალდებით ციხეში იჯდა ცნობილი რუსი მწერალი იოსიფ ბროდსკი. ერთი წელი ქონდა მისჯილი ადამიანს იმისთვის, რომ არ მუშაობდა. თუმცა ქალებს ეს არ ეხებოდათ. მათ შეეძლოთ არ ემუშავათ და დიასახლისები ყოფილიყვნენ. უმაღლეს სასწავლებელს რომ ამთავრებდი, განაწილების წესით გიშვებდნენ სამსახურში. როგორც წესი უნდა ჩაგეწყო, რომ კარგ სამსახურში მოხვედრილიყავი, დარჩენილიყავი თბილისში და არ წასულიყავი მაგალითად მესტიაში, ყაზბეგში ან სხვაგან. მართალია ხშირად უმიზეზოდ შრომობდით, მაგრამ მამებისა და ბაბუების თაობას იდეურად მაინტერესებდათ, რასაც აკეთებდნენ. მაგრამ საბჭოთა კავშირში 70-იან წლებში უკვე ის პერიოდია, როცა ის იდეურად გაკოტრდა, განსაკუთრებით საქართველოში. თითქმის აღარავის ჯეროდა იმ უტოპიური იდეალების, რის გამოც ამდენი რეპრესია და უბედურება მოხდა. წმენა საკმაოდ შერყეული იყო და ნიჰილიზმი ჭარბობდა. ასეთივე დამოკიდებულება იყო სახელმწიფოს მიმართ, მათ შორის საქართველოში, სადაც ქართველი საბჭოთა კავშირის სიმბოლოდ არ მიიჩნევდა, ის მუდმივად თავს არიდებდა საბჭოთა სამხედრო სამსახურს, ცდილობდა არ წასულიყო ჯარში, ან თუ წაიყვანდნენ, მოწყობილიყო თბილ ადგილას და არ ეკეთებინა არაფერი. მოკლედ ადამიანები ცდილობდნენ არ ემუშავათ, ნაკლებად დახარჯულიყვნენ სახელმწიფოსთვის. სახელმწიფოს მიმართ იყო საკმაოდ მომხმარებლური დამოკიდებულება. სახელმწიფო იყო ის, რასაც თუ წაგლიჯავდი და წაღლეტდი საზოგადოებრივი მორალის დონეზე, ეს დიდდანაშაულად და სირცხვილად არ ითვლებოდა. ეს იყო პირველი პარადოქსი. უმუშევრობა არ არის, თუმცა არავინ მუშაობს. მუშაობდნენ უხარისხოდ. თავს არ იკლავდა არავინ. სახელმწიფოს მიმართ ადამიანებს მოქალაქეური პასუხისმგებლობა ჰქონდათ ნული. უბრალოდ არსებობდა თამაშის წესები, რომელშიც უნდა ჩამჯდარიყავი. ერთხელ ოთარ ჭილაძემ ერთ შინაურ საუბარში თქვა: მესამე მსოფლიო ომი რომ მოხდეს, ნამყოფი ვარ საბჭოთა ჯარში და ვიცი, როგორ აქვთ მოწყობილიო. არც ერთი რაკეტა არ აფეთქდება და არ გაისვრისო. ყველას რაღაც ნაწილი ექნება მოპარულიო. მართლაც ასე იყო, ყველა იპარავდა, არავინ იღწოდა სერიოზულად. ეს მუშაობა იყო ყალბი, ისევე როგორც შრომის გმირების კულტი. ისიც ითქვა, რომ საქართველო აწარმოებდა მეტ ჩაის, ვიდრე ჩინეთი. ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ჩინეთს მეტი აწარმოო, რამდენი ჩაის ფოთოლიცაა საქართველოში, იმდენი ჩაის მკრეფავია მარტო ჩინეთში. ერთი სიტყვით, ამ სიცრუესა და სიყალბეში ცხოვრება ისტორიის კუთვნილებაა და რანაირადაც არ უნდა ეცადოს თითოეულ რუსეთუმე, თუნდაც ათეულობით იმ დროს ვეღარასოდეს დავაბრუნებთ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.